საკრებულოს სარევიზიო კომისია კრწანისის გამგეობას ახალ ბრალდებებს უყურებს. ამჯერად საქმე ეხება უფასო სასადილოებს. კომისიის წევრი მერაბ რაფავა ამბობს, რომ ხათუნა ბერძენიშვილი უფასოდ აჭმევს იმ ადამიანებსაც, ვისაც სადილი კანონით არ ეკუთვნის. მათ შორის არიან მერიის თანამშრომლების ოჯახის წევრებიც. ოპონენტ რაფავა საკრებულოშივე უპასუხა ნაციონალურმა მოძრაობამ, ფრაქცია განცხადებებს არასერიოზულად მიიჩნევს. ადამიანი, რომელიც დასაქმებულია ქალაქ თბილისის მერიაში, რომლის ხელფასი თვეში შეადგენს 2000 ლარამდე, ხოლო მისი ოჯახის მეორე წევრი დასაქმებულია და ხელფასი იღებს იმავე უფასო სასადილოში, სადაც ოჯახის სხვა 4 წევრთან ერთად ირიცხება უმწეო ბენეფიციართა სიაში და ეს ადამიანი გახლავთ გირშელ ბართაია. თუ როგორ ზრუნავს სოციალურად დაუცველ და უმწეო ადამიანებზე კრწანისის გამგებელი ხათუნა ბერძენიშვილი, განსაჯოს საზოგადოება, მაგრამ აქ ნათლად ჩანს, თუ როგორ აყალბებს ბერძენიშვილი ისევ და ისევ ბენეფიციართა სიებს და როგორ რჩებიან დახმარების გარეშე ის ადამიანები, რომლებსაც რეალურად სჭირდება დახმარება. მე მინდა უთხრა ამ ბატონს, რომელმაც ბოლო 15 თუ 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 5 თუ 6 პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ფარველი გამოისვალა, კარგად დაფიქრდეს იმაზე, რომ არაფერი არ არის მუდმივი ამ ქვეყანაზე და გაპროტესტება იმისა, რომ ადამიანი იკვებება უფასო სასადილოში, ეს არის უბრალოდ უზნეობა. ეს უნდა მინდა უთხრა ზოგადად ბატონ რაფავას.